ბავშვთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდულ ცენტრში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აფხაზეთის საჯარო სკოლებისა და ოკუპირებული ზონის გალის რაიონის მოსწავლეებს უმასპინძლა. ახალგაზრდულ ცენტრში აფხაზეთის შემოქმედ ბავშვთა ალმანახის მედამ მშვიდობის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც უწმინდესი და უნეტარესის მხარდაჭერით ჩატარდა. პრეზენტაციაზე აფხაზეთის მოსწავლეთა ნახატების გამოფენა და მშვიდობის თემაზე შექმნილი საუკეთესო თხზულებები იყო წარმოდგენილი. ნამუშევრების ავტორები შესაბამისი ხარისხის სიგელებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ. ილია მეორემ დევნილ ბავშვებსაც მიმართა. მე აფხაზი ხალხი და ოსი ხალხი და სხვები, რომელნიც ცხოვრობენ საქართველოში, მიმაჩნია ჩემ სულიერ შვილად და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვიყოთ და კარგად ვიყოთ. სწორედ ჩვენ ქართველ პატარებთან ერთად, სწორედ მათი სიყვარული, რასაც ამ საკმაოდ ნიშანდობლივ ადგილას სამების წმინდა ტაძრის ეკლესიაში ჩაეყრება საფუძველი და აუცილებლად ესენი სიყვარული დააშენებენ მომავალ აფხაზეთს. მე მინდა კიდევ ერთხელ უსურვო მათ წარმატებები, ღვთისმადლი ფარავდეთ და ახლა მომავალში ჩვენ იმედი გვაქვს, რომ სწორედ ამათვის უნდა დაბრუნდეთ ჩვენ აფხაზეთში, რომ ავაშენოთ მომავალი.